ლიბანელი სამოქალაქო პირები მშვიდობას ისრაელთან სურთ. ახალი გამოკითხვა ლიბანიდან ამ ძალიან ბუძნობიარე კითხვაზე ამახვილებ ყურადღებას და შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყანა სერიოზულადაა დაყოფილი კონფესიური ნიშნით. გამოკითხვის მიხედვით დრუზების, მარონით ქრისტიანებისა და მართლმადიდებელი ქრისტიანების უმრავლესობა ამბობს, რომ ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას დაუჭერდა მხარს. ასევე ძალიან მცირე უმრავლესობა სუნიტებს შორისაც. მაგრამ შიიტ რესპონდენტებს შორის წინააღმდეგობა თითქმის სრულია, რადგან 10-დან 9-ზე მეტი პირდაპირ უარყოფს ამ იდეას. ეს მიგნებები ხაზს უსვამს, თუ როგორ რჩება ლიბანის პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემო მჭიდროდ დაკავშირებული რეგიონალურ კონფლიქტებთან. განსაკუთრებით შიიტური ტერორისტული ჯგუფის ჰეზბოლას და უფრო ფართო ირანის მხარდაჭერილი ღერძის გავლენა. მაშინაც კი, როცა ლიბანის საზოგადოების ზოგიერთი ნაწილი სულ უფრო მეტად ღიაა ნორმალიზაციის იდეის მიმართ. ეხლა ჩვენთან ერთად არის მარიამ იუნესი. ის ისრაელ-ლიბანის მშვიდობის მხარდამჭერია. როგორ ფიქრობთ, რას გვიჩვენებს ეს მონაცემები ისრაელისადმი დამოკიდებულების ცვლილებაზე ან უცვლელობაზე ლიბანში? ფიქრობთ, რომ ისინი ასახავენ რეალურ მდგომარეობას? დიახ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ასეთ მონაცემებს ველოდით, რადგან აშკარაა, რომ ქრისტიანები და დრუზები ადრე ისრაელთან თანამშრომლობდნენ. ასე რომ აშკარაა ისრაელთან მშვიდობის სურვილი მათთვის უცხო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ დრუზები წლების განმავლობაში ძალიან პანარაბისტები იყვნენ. გონია, რომ როცა სუეიდას სიტუაცია ნახეს და ისრაელი დახმარებისთვის ჩაერთო, ეს მათში გარკვეული განწყობა შექმნა. ისრაელი უმცირესობების დამცველად ავიქმება და ასე შემდეგ. ასევე არსებობს შიში ექსტრემიზმის, მაგალითად ისლამისტური ექსტრემიზმის მიმართ, თვით დრუზებშიც კი. ქრისტიანები ცხადია, ადრე ისრაელთან თანამშრომლობდნენ. მათ მშვიდობა სურთ, მათ კეთილდღეობა სურთ. სუმიტები აბრაამის შეთანხმებების შემდეგ ვხედავთ, რომ სუმიტების უმრავლესობა ცხადია საუდის არაბეთთან და სხვებთან ერთად ამ მიმართულებით მიდის. მაგრამ ისინი ასევე ძალიან ირანისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ არიან. ამიტომ ძალიან ლოგიკურია, რომ ისინი 50-50-ზე არიან, რადგან ცხადია, მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ ვერან ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ვერ იშორებს იმ აზრს, რომ ისრაელი, როგორც იცით, ოკუპანტი ძალაა და ასე შემდეგ. შიიტებისთვის ცხადია, ისრაელთან მშვიდობის დამყარება ნიშნავს წაგებას. ეს ნიშნავს თითქოს აღიარო, რომ ჰეზბოლამ წააგო და იცით, ისრაელთან მშვიდობის დამყარება არ არის მათი იდეოლოგიის ნაწილი. ხო, ეს რიცხვები პირდაპირ აჩვენებს, რამდენად რთული და მრავალფეროვანია ლიბანის საზოგადოება. მართალია, იცით, მაინტერესებს თქვენი შეხედულება მოვისმინო. თქვენ ფიქრობთ, რომ რეალისტური შანსი არსებობს ისრაელთან მშვიდობისთვის, თუ გავითვალისწინებთ ამ ძლიერ წინააღმდეგობას, რომელსაც შიიტურ თემებში ვხედავთ? და ზუსტად ის, რაც თქვით, ეს ზოგადი შეხედულება, რომ ისრაელი არის ოკუპანტი ძალა, ჰეზბოლასთან დაკავშირებული უფრო ფართო პრობლემების მიღმა. დიახ, 100%. ნახეთ, ჩვენ არასდროს გვინახავს ასეთი ძლიერი წინააღმდეგობა, არა მხოლოდ ჰეზბოლას მიმართ, არამედ იმ იდეის მიმართაც, რომ ისრაელი ერთადერთი ეშმაკია ახლო აღმოსავლეთში. და ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, სვამს კითხვას, რატომ უნდა აგრძელებდეს ლიბანი ამ კონფლიქტის, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების ფასის გადახდას? რატომ უნდა ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ერთი კრიზისიდან მეორეში გადადის? ეკონომიკურად, სოციალურად, პოლიტიკურად და ასე შემდეგ. არსებობს ხმები, რომ ეს არ ეხება ისრაელის სიყვარულს, ან ისრაელთან მშვიდობის სურვილს, არამედ უფრო ანტი-ჰეზბოლას და ანტი-ირანის განწყობებს და აშშ-თან დაახლოების სურვილს. მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ მთავრობა კვლავ ფუნქციონირებს და სულ უფრო და უფრო უახლოვდება აშშ-ს. და იმედია აშშ გააგრძელებს მხარდაჭერას, რათა მოხდეს რაიმე შეთანხმების მიღწევა. მაგრამ ყველანი ვთანხმდებით, რომ ჰეზბოლას განიარაღების გარეშე ნამდვილი მშვიდობა არ გვექნება. ისტორია. ეხლა მარიამ, მინდა კონკრეტულად გკითხო იმ გამოცდილების შესახებ, რაც ცოტა ხნის წინ გქონდა. შენ მიგიწვიეს ლიბანის ტელევიზიაში გამოსასვლელად. ეს აშკარად დღემდე არალეგალურია ლიბანში. იცი, ის ფაქტი, რომ ისრაელის მოქალაქეებს იწვევენ ლიბანის ტელევიზიაში გამოსასვლელად. გვითხარი ცოტა რამ, რატო ფიქრობ, რომ ეს ახლა მოხდა და როგორი იყო ეს გამოცდილება იმ ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვინც ინტერვიუ ჩამოგართვეს და რატო ფიქრობ, რომ მათ შენი ეთერში მოწვევის სურვილი ჰქონდათ?
პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად არის იმ მოძრაობის ნაწილი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ლიბანში, ტაბუების დარღვევის მრავალი წლის განმავლობაში დახურული საკითხების გახსნის. და ეს უბრალოდ აჩვენებს, როგორ მოქმედებს საზოგადოებრივი აზრი და რამდენად სუსტია ჰეზბოლა. იმისათვის, რომ ამ ჟურნალისტებმა ადრე ისინი იმდენად შეშინებულები იყვნენ, რომ ჰეზბოლასთვის მიუღებელიც კი ვერაფერს ამბობდნენ, რადგან პირდაპირ გაანადგურებდნენ. იცით, ჰეზბოლა მათ ააფეთქებდა. ამ ყველაფრის ნახვა ნიშნავს, რამდენად სასოწარკვეთილები არიან ლიბანელები ტაბუების დასამსხვრევად, ახალი ხმების წინ წამოსაწევად და რა თქმა უნდა, ჩვენი ამბის, სამხრეთ ლიბანის არმიის ამბის წინა პლანზე წამოსაწევად. რადგან ამჟამად ლიბანში ხდება კანონმდებლობის შეცვლა ან ახალი კანონის მიღება, რომელიც საშუალებას მოგცემს ლიბანში დაუბრუნდეთ. ან ფაქტობრივად ეს კანონი მოგცემს საშუალებას, რომ აღარ გვიწოდონ მოღალატეები. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, საუბარია მშვიდობაზე. ჩვენ აქედან ლიბანელი აქტივისტები, რომლებიც ამ საკითხს წამოსწევენ და ამაზე საუბრობენ, და იცით, ვქვით ვიდეოებს და ძალიან აქტიურები ვართ ჩვენ საქმეში. ვფიქრობ, სწორედ ამან მისცა გამბედაობა ამ შესანიშნავ ჟურნალისტებს, რომლებსაც სურთკუთ კლავ დაარღვიონ ტაბუ და ეს საკითხები წამოსწიონ წინ. და ამით ისინი ამბობენ, რომ ლიბანში ჩვენი მთავარი საქმე და მთავარი საზრუნავი ლიბანური საკითხები უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ლიბანურ საკითხებზე და არა, იცით, პალესტინურ საკითხებზე, ირანულ საკითხებზე, ან იმაზე, რაც ლიბანის ხალხს არ ეხება. აბსოლუტურად. იცით, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ჩვენთან შემოერთებისთვის, მარიამ. როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესოა თქვენი შეხედულებების მოსმენა ამ ყველაფერზე.